ჩვენ კითხვებს ახალი წესრიგი თუ წესრიგის დასასრული, როგორ შეიძლება ეს ამბავი შეფასდეს, მათ შორის გაეროს უშიშროების ხდომაზე გამოთქმული აზრები, ძალიან ბევრი გამოცემა წერს, იქნება თუ არა ეს ეფექტი ვენესუელის საზღვრებს დატოვებს თუ არა ეგრეთ წოდებული მადუროს ეფექტი, გარკვეული მმართველებისთვის რაღაც ახალისების ფუნქციას თუ შეასრულებს. მოგესალმებით. ან იმ მმართველებზე რა შედეგ გავლენა ექნება, რომელსაც ზედმეტ ახალისებაც არ სჭირდებოდათ ისედაც სამართლის დარღვევისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციას ვენესუელაში რამდენიმე შრე ჰქონდა და მათ შორის ის შრე, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ სიგნალი განსაკუთრებით, როგორც თვითონ აღნიშნეს, ხო, დასავლეთ ნახევარსფეროში სხვადასხვა რეჟიმებისთვის, რომ თუ ასე ვთქვათ, ჭკუით არ იქნებით, თქვენც ეგ გელოდებათ. თუმცა აქ უნდა ითქვას ერთი რამე, რომ რა თქმა უნდა, მადუროს დაკავება უფრო იოლია, ვიდრე იგივე თქვათ რეჟიმის ცვლილება თავად ვენესუელაშიც კი, ხო? იმიტომ რომ და იმიტომ სხვათა შორის არ ჩქარობს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ თქვათ ძალიან ელოდა ქალბატონი კორინა მაჩადო, რომ მას ასე ვთქვათ გამოაცხადებდნენ პრეზიდენტად და ასე შემდეგ, მაგრამ სპეცოპერაცია იოლია. არ არის მოქმედ ვერტიკალთან დაიტოვეს საქმე. ხო, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილებას სხვა სჭირდება, რეჟიმის ცვლილებას უკვე სჭირდება ან სახმელეთო ოპერაცია უკვე სრულმასშტაბიანი და ადგილზე თქვათ რაღაცა ან ამერიკის ჯარი უნდა შევიდეს, ან სამხედრო გადატრიალება უნდა მოხდეს თვითონ ვენესუელის შიგნით და რაღაცა გარკვეულმა ჯგუფმა აიღოს, ანუ რა ვიცი, ქუჩის რევოლუციით ოპოზიცია მოვიდეს. ხო, ჯერჯერობით არც ერთი არ ჩანს. რეჟიმი მადურო არ იყო? რეჟიმი იყო მადურო, მაგრამ როგორც რა თქმა, მაგრამ რეჟიმი იყო ჩავესი, ხო? და ჩავესის ქარიზმაზე და ჩავესის ასე ვთქვათ მემკვიდრეობაზე, ასე ვთქვათ, ექსპლუატაციას უწევდნენ ამდენი წელი ჩავესის მემკვიდრეობას, ხო? გამოჩნდება, მაგრამ გონია რომ ვერტიკალი ახლა არ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ დაიშალა კი ის ქალბატონი დელსი როდრიგესი ძალიან ისეთ ზომიერ განცხადებებს და ესეც იქნება ხო ხა ზომიერ განცხადებებს აკეთებს აქ გამოჩნდება ასევე შეერთებული შტატები რა თქვათ ხაზს აირჩევს მაგრამ რო კიდე ერთხელ გავიმეოროთ სპეცოპერაცია გაცილებით იოლია ვიდრე ახლა რეჟიმის ცვლილება ვერ განხორციელდება ასე იოლად თქვათ ხო და რაც შეეხება სიგნალს სხვა მართვა ვენესუელის რა შეიძლება გულისხმობდეს აი კითხვებია რომ ანუ იქ ამერიკელები იქნებიან კუთხეებში იდგებიან თუ აი როგორ მოხდება დისტანციურად რეალურად რა ითქვა რომ ჩვენ მართავთ ვენესუელას და მე განიმარტა რომ რეჟიმს არ აქვს თუ იმას გააკეთებენ რასაც ჩვენ ვერ ვტყვით იქ ახლა დელსი როდრიგესი იქნება თუ კორინა მაჩადო თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს ის უნდა გააკეთონ რასაც ჩვენ ვეტყვით და რაც ჩვენ გვინდა ეს არის პირდაპირ ითქვა ხო რომ რაღაცა ამერიკულ კომპანიებს მიეცეთ წვდომა ვენესუელის თუ უბრალოდ დაუბრუნდეთ ხო იმიტომ რომ ნაციონალიზაციამდე თქვათ ამერიკულ კომპანიებს ჰქონდათ წვდომა ვენესუელის ნავთობზე და მოხდეს რაღაცა იქ ექსპლუატაცია ამ ნავთობის და ამოპოვება და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად ეს იგულისხმება და ახლა რაც შეეხება ამ ნარკოტიკებს ახლა კი ბატონო ვენესუელიდანაც შედიოდა, მაგრამ ვთქვათ პირდაპირ ხო ხა ვენესუელა არ არის მთავარი ქვეყანა, საიდანაც ამერიკაში რა თქმა უნდა კოლუმბიაში იწარმოება და მექსიკა რა თქმა უნდა მექსიკა იმიტომ რომ ხა ორივე ქვეყანა ახსენა, მაგრამ და დაემუქრა კოლუმბიის პრეზიდენტს დაემუქრა, კუბასაც დაემუქრა ხო რაც შეეხება ხა კოლუმბიის პრეზიდენტის ეხა ძალა აღმარცხნავს და სხვათა შორის ეს კაი გაკვეთილია საერთაშორისო პოლიტიკის მაყურებლებისთვის რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა საერთაშორისო სამართალი ინსტიტუციური დღის წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუდუნებით მცდელობა რომ აგვეშენებინა გაერო კონვენციები საბოლოო ჯამში ძალა აღმარცხნავს ხო ძალის პრიმატი საერთაშორისო ურთიერთობებში ამაზე დგას ისედაც არც არასოდეს გამქრალა იყო ილუზია შეიძლება რომ და ეს ილუზია ძირითადად იყო დამყარებული სუპერ სახელმწიფოს ნებაყოფლობით თვითშეზღუდვაზე ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები თქო უკეთესად ჭყალებში იქცეოდა ან ესეთ რამეს ეს სიხშირით არ აკეთებდა ეს იყო ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვა იმიტომ არ არსებობს არანაირი მექანიზმი რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს
დაუშლის ხელს, რომ ხვალ ნიკარაგუის ან კოლუმბიის პრეზიდენტს იგივე გაუკეთონ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს წარმატებული იქნება, მაგრამ ფიზიკური შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად აქვს, რომ ხვალ კუბაზეც იგივე მოხდეს და კოლუმბია საუბრობენ, რომ ეს არის რაღაც საგარეო პოლიტიკის საფუძვლებთან დაბრუნება, ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინა. ხო, ეს არის როგორ შეიძლება ეს? ეს არის მონროს დოქტრინა იქნება თუ აი მე-19 საუკუნის ასე ვთქვათ ქვემეხების დიპლომატია. პირდაპირ ითქვა, ხო, რომ ეს არის ჩვენი ესა ნახევარსფერო და ჩვენ არ დავუშვებთ აქ ანტიამერიკული რეჟიმის გაჯეჯილებას, ხო, პირდაპირ ვთქვათ, ვენესუელა წარმოადგენდა ანტიამერიკულ რეჟიმს, იქ იყო ეკონომიკური ინტერესი, იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ რა ვიცი, აი ჩინეთს ემხრობა თქო ირანს თუ რუსეთს და ატარებს ანტიამერიკულ პოლიტიკას. ჩვენ ამას არ მოვითმენთ. და შესაბამისად მადუროს რა ვიცი რა შეუთვალეს ისე ტობა, იმიტომ რომ ითქვა რომ ხო შეეძლო თურქეთში ყოფილიყო და ეხლა არის ციხეშიო. ხო, შეუთვალეს, არ დაემორჩილა, ეს განხორციელდა. ეს რა თქმა უნდა სიგნალია სხვა რეჟიმების მეთაურებისთვის, ხო? რაღაცას არ გააკეთებთ, ეს ბედგელოდებათ. აქ ხო მეორე საკითხია, რომ იმას რაც გთხოვენ, შეიძლება უბრალოდ ვერ გააკეთო, იმიტომ ის არის ხა აი კუბას რა უნდა მოთხოვონ? ახლა აი კუბას დაახლოებით შეიძლება მოსთხოვონ რა, რომ თავისუფალი არჩევნები, კომპარტიის როლის შესუსტება, ეს არის ახლა რეჟიმის თვითლიკვიდაცია. ამას ახლა კუბის რეჟიმი ვერ გააკეთებს უბრალოდ. ახლა მე არ ვიცი კუბაზე რა მოხდება, მაგრამ ზოგადად არის მოთხოვნები, რომელსაც შეიძლება იცი, რომ ფასი შეიძლება ციხე იყოს, მაგრამ მაინც ვერ შეასრულებ. დასავლეთ ნახევარსფეროში მე ვქმნი დღის ეს რიგს, ეს რა ტიპის გზავნილია სხვა კონტინენტისთვის? გზავნილი არ არის, თუმცა სხვა კონტინენტებზე რა თქმა უნდა იქ ისედაც მაგალითად ძალა აღმარცხნავს. ხო, რუსეთის ეხლა რაც შეეხება რუსეთს, ხო? რუსეთის რეგიონალური ჰეგემონიაზე რუსებს რა თქმა უნდა აქვთ ეს სურვილი, ხო? რეგიონალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ეხლა ევროპაში რუსეთის ჰეგემონია ეხლა ხმამაღალი ნათქვამია მრავალი მიზეზის გამო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ქვეყანას ეხლა ბირთვული იარაღს თუ გამოვაკლებთ, ხო, იქ დონბასის 4 და 5 სოფლის აღება უჯდება, რა ვიცი 10,000-ობით ჯარისკაცი და 5 და 6 თვე და წლობით და მალე უკრაინის ომი დიდ სამამულო ომს გადაუსწრებს თუ უკვე არ გადაუსწრო. შესაბამისად, ახლა რუსეთის რეგიონალურ ჰეგემონიას სჭირდება ძალა, ხო, როგორც გამოჩნდა. რუსეთს ამის ძალა არ შესწრებს ევროპის ჰეგემონობის და მე არაერთხელ მithქვავს, რომ ახლა პოლონეთის და ფინეთის მომრევი კბილი რუსეთს არ აქვს. ბალტიისპირეთის სხვა საქმეა, ბირთვული იარაღს თუ არ ჩავთვლით. რაც შეეხება ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხო, რუსეთის ჰეგემონია. აქ ახლა რუსეთს დიდი ხანია ამის სურვილი აქვს, რომ მიღიარეთ, ან მომეცით, ან თქვათ მიღიარეთ ეს მაგრამ ის რომ ხა ამერიკა დასავლეთ ნახევარსფეროში ამყარებს თავის ჰეგემონიას, საერთოდ არ ნიშნავს რომ ხა ამერიკა მისცემს ან უღიარებს ან არ უღიარებს ამ ჰეგემონიას. ისევე არის ეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კიდე ერთხელ ხო ვენესუელაში ჩაერიან, არ ამგონია რომ ხვალ ეხლა ტაივან პირველ რიგში ჩინელებმა გადაისა სიძინპინმა გადაწყვიტოს ტაივანზე თავდასხმა, მაგრამ მე ვსწრებ ეს ამერიკელებმა გაატარონ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ამერიკელების მიერ საკუთარი რეგიონალური ჰეგემონიის გამყარება არ ნიშნავს, რომ ამერიკას სურს ან დაუშვებს ახლა ისეთ საქმეა, მაგრამ დახუჭავს სხვა რეგიონალურ ჰეგემონიებზე და მეორე ისიც უნდა ითქვას, რომ იმ სხვა რეგიონალურ ჰეგემონიებსაც ასე ვთქვათ, რესურსები ჭირდება, ხო? შესაბამისად, ეს არ არის ესეთი იული საკითხი, ეს არ არის საკითხი, რომ აი დღეს რომ მადურო მოაცილეს, სხვები რაღაცა იგივეს იზამენ, რომ შეეძლოთ აქამდეც იზამდნენ, ხო? და არ ამგონია ხა რუსეთს ახლა მაინდა-მაინც ახლა ის ტრამპის წახალისება სჭირდება, რომ რაღაც ან გააკეთოს, ან არ გააკეთოს. ისედაც აკეთებს დიდი ხანია, 2008 წელი, 2014 წელი. სხვათა შორის აი კომპეტენცია რო ჰქონოდათ მეტი რუსებს, ხო? აი ალბათ ჩემი ანალიზით 2022 წლის 24 თებერვალს დაახლოებით ეს თუ არა, აი დაახლოებით ეს უნდათ, იმიტომ რომ ახლა იმ რუსეთის გენშტაბში დარგის აყვანის ოპერაცია 175,000 კაცით ამ ევროპის ყველაზე რუსეთის მერე ყველაზე დიდ სახელმწიფოში არ შეიჭრები თუ ახლა რუსეთის გენშტაბშიც არ ზიან ახლა ესეთი სულელები რა ვერ დაიპყრობ ამ ხელა ქვეყანას ეს ალბათ იყო რომ დემორალიზაცია ქვეყნის იქ რაღაცა თქვა ჯარის გაფანტვა ან ჯარის განიარაღება და კიევის აღება და იქ პირობითი მედვეჩუკის მოყვანა რომელიც ან ესეთი დაახლოებით ხო მთავრობის ჩამოგდება და ისეთი მთავრობის მოყვანა რომელიც მე ყველაფერზე ხელს მოუწერდა ხო საერთოდ არ იყო გათვლა ახლა 4 წელი სანგრებში ომი ეს ახლა ნამდვილად არ გაუთვლიათ მაგრამ არ გამოუვიდათ ამერიკელებს ეს გამოუვიდათ
ეხლა ქალბატონი დელსი რას იზამს და როგორ იზამს, მაგრამ გამოჩნდება, მასაც არ აქვს ეხლა დიდი არჩევანი, იმიტომ რომ ნუ პიროვნული უსაფრთხოება ეს ერთია და მეორე როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, ხო, ნავთობის ბლოკადა. ერთი რესურსი აქვს ამ ვენესუელას და ეხლა ის ნავთობი თუ არ გაატანინენს, უბრალოდ როგორი რა სიტყვით კარაკასის ეკოზე ჩვენს ქვეყანაში ამ ამბებისზე არსებულ გამოხმაურებაზე ქვეყნის შიგნით ბევრმა აღიქვა რომ აი რაღაცნაირად რაღაც ასეთი შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაშიც და სოციალურ ქსელს არ ვიცი რამდენად გადაავლეთ თვალი ამ დღეების განმავლობაში. ხო, ნუ ეხლა ეს არასერიოზულია მრავალი მიზეზის გამო, პირველ რიგში ძალიან იოლი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საქართველოს ზომა, წონა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არის დაახლოებით 0. ხო, ჩვენ პატარა ქვეყანა, ისრაელიც პატარა ქვეყანაა, მაგრამ ნუ ეგ სხვა ამბავია. ჩვენ არანაირ ისეთ სტრატეგიულ ინტერესს არ წარმოვადგენთ, რომ ეხლა აქ, რა ქვია, სამხედრო ქვეითები გამოაგზავნოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან რატო უნდა გამოაგზავნოს, ხო არის ეს კითხვაც, ეხლა იქ ვენესუელაში პირდაპირ ითქვა. ხო, ეხლა იყო დრო რაღაც დემოკრატია ადამიანს ითქვა პირდაპირ, რომ ეს არის რაღაცა ანტიამერიკული რეჟიმი და ჩვენ ნავთობ კომპანიებს აქ რა ქვია, უგზალავს მუშაობას და ასე შემდეგ და ვენესუელა გაცილებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე საქართველო. ანუ ლაპარაკი რო ხა საქართველოში ამერიკა სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს, ნუ არასერიოზულია, მე მგონი ის ხალხი, ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ ხვდება, რომ ეხა ეს არის სრული ფანტაზია და ამერიკა არა, მაგრამ ზოგადად პრეცედენტის. ახლა პრეცედენტი გასაგებია, ეხა წყალწაღებული ხავს ეჭიდებაო, ყველაფრის რეინტერპრეტაცია შეიძლება და აი ირანის დაბომბვის დროსაც ხო ჩვენ მკითხულობდით ამ სიგიჟეებს და აირწვეთოვანი გზით გადამდებს სიგიჟეს, რომ ეხა იქ დემოკრატია დამყარდება და მე ხო შეიძლება რომ გამოხვიდე ამ რელიგიური ფანატიზმიდან, როცა საგარეო პოლიტიკას უყურებ და ცოტა რაღაცა რაციონალური ანალიზი. რა არის აქ რაციონალური, რა შეიძლება იყოს ქვეყნის შიგნით? ქვეყნის შიგნით რაციონალური არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეს ერთის მხრივ აწარმოებს ხის პოლიტიკას, სადაც მისი ინტერესებია. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნომინალური, თქვათ, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ერთგულება ამ ადმინისტრაციის პირობებში უკანა პლანზე გადავიდა და არც ითქვა, რომ მაგდურო დიქტატორია, არ ვაღიარებთ, მაგრამ ეხლა მაინდამაინც ტრამპის გამოსვლაში არ უთქვა, რომ ეხლა ჩვენ დემოკრატიას დაუბრუნებთ და არც ითქვა, რომ პირველი მიზეზი რატომაც ჩვენ მადურო დავაპატიმრებთ არის დემოკრატია. არა, ითქვა, რომ იქ ნიუ-იორკის სასამართლოში არის ორდერი მის დაპატიმრებაზე, იმიტომ არის ნარკოტრაფიკერი. თქვენ გამოსვლაშიც აღნიშნეთ, მე მახსენდება მანუელ ნორიეგა დაახლოებით, თუ არის ისტორიული ანალოგია, ეს არის მანუელ ნორიეგა 1999 წელს ამერიკის ზუსტად ასევე ამერიკის სასამართლოში იყო ორდერი მის დაპატიმრებაზე, ოღონდ იქ 27000 სამხედრო გადასხა, ნუ იქ ბაზაც ჰქონდათ, ხო, პანამის არხი მაშინ ამერიკას ეკუთვნოდა, დააპატიმრეს, სხვათა შორის თუ არ ვცდები ვატიკანის საელჩოში იმალებოდა რამდენიმე დღე, დააპატიმრეს, გაასამართლეს, მერე საფრანგეთს გადასცეს. ამიტომ ეს ეხლა შეიძლება დავიწყდა ხალხს, იმიტომ რომ 35 წელი გავიდა 1999 წლიდან, მაგრამ ისტორიის ასე ვთქვათ, მცოდნე ხალხისთვის ეს არ ახალია. ეს ახალია, იმიტომ ტრამპმა ეს ასე ვთქვათ, ესე და ცივი ომი აღარ არის და ჩვენ ან გვეგონა ან იყო რომ ეხლა სხვა საერთაშორისო წესრიგია. როგორც გაირკვა ცდელობა ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების იყო და დღესაც არის, თუმცა როგორც მე ვთქვი, ძალა აღმართ ხნავს, ძალის პრიმატი არსად არ წასულა. ეხლა თეორიულად პატარა ქვეყნებისთვის ეს რა ტიპის საფრთხეა, ბოლო კითხვა. პატარა ქვეყნებისთვის რა თქმა უნდა, როცა ძალა აღმართ ხნავს და როცა ძალა არ აქვს, ესე იგი, როგორც ენტონი ბლინკენმა ერთხელ თქვა, ხო, ან სუფრასთან ხარ, ან მენიუში ხარ. ხო, ან შეგჭამენ, შესაბამისად პატარა ქვეყნები მენიუში ვართ. თქვათ ეს პირდაპირ და ეხა ის რა თქმა უნდა, ეხა უფრო ფანტასმაგორია, აქ რო ამერიკას სპეცნაზს გადმოსხავს, მაგრამ თეორიულად რა თქმა უნდა ამერიკას შესწევს ეს ძალა, მაგრამ არა მარტო ამერიკას, ხო? ჩვენ დაასაუბედუროთ მარტო ამერიკას არ შეუძლია აქ ეხა სპეცდანიშნულების რაზმის გამოგზავნა, არიან სხვა სახელმწიფოები, რომელსაც ასევე შეუძლიათ, ხო? იმიტომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო. ზოგადად ეხა საერთაშორისო ურთიერთობებში რის თქმა შეიძლება, ხო, პატარა სახელმწიფო, რომელიც არ არის არანაირი თქვათ ქოლგის ქვეშ, ჩვენ არა ვართ არც ნატოს, არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად ჩვენი მოწყვლადობა გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე სხვა ქვეყნის, ხო?
და მაგრამ თუ გრენლანდიის მაგალითს ავიღებთ, რომელიც არ ვიცით როგორ დასრულდება და ამ кейსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხშირად იყო რომ სერიოზულად არ იღებდნენ, რომ ახლა გრენლანდიაში ხო არ შეიჭრება და აი ამ ასე ვთქვათ ინციდენტის შემდეგ არ ამგონია ახლა ძალიან ბევრი დაფიქრებდა, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძოთ და სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყოს გრენლანდიაში ახლა ხო დანიას არანაირი მიუხედავად დიდი პატივისცემისა არანაირი წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აქვს. თუმცა ამას უკვე სხვა შედეგები მოჰყვება პირველ რიგში ნატოს შიგნით, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვით თურქეთს და საბერძნეთს, რომელიც ორივე ნატოს წევრია და ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვს და ხანდახან პიკზე არიან და ვთქვათ სამხედრო კონფრონტაციის ზღვარზე, ის რომ ხა ნატოს ორ ქვეყანას ესე ტერიტორია ესე წაართოს, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა და თუ მოხდება, ამას კიდე სხვა შედეგები შეიძლება მოყოს, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, პატარა სახელმწიფო, რომელიც არ არის არანაირი ქოლგის ქვეშ, რა თქმა უნდა, მისი მოწყვლადობა ისედაც მაღალი იყო, უბრალოდ ეს ახლა შეიძლება უფრო გამომჟღავნდა, ხო, რომ ჩვენ მართლა მოწყვლადი ვართ ასეთი მოვლენების მიმართ და ნუ ახლა ჩვენ ინტერესში არის რომ ყველა სახელმწიფოსთან კონდეს მეტნაკლებად ნორმალური და რაციონალური ურთიერთობა, იმიტომ ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება მარტივ მიზეზის გამო, ხო, როგორც ითქვა, ჩვენ არ ვართ არც ერთი ალიანსის წევრი, ამიტომ ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება, რომ აი თქვა ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს გავსი პოლიტიკა ვაწარმოოთ, იმიტომ ჩვენ არ ვართ კლუბის შიგნით. თუ ოდესმე ვიქნებით კლუბის შიგნით, მერე შეიძლება ვაწარმოოთ. კი ბატონო, მენიუში არ მოვხვდეთ. ხო. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.